მოგესალმებით მეგობრებო, დღეს 31 მარტია, რეფერენდუმის დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომლის საშუალებითაც საქართველომ მოიპოვა ლეგიტიმაცია მსოფლიოს საერთაშორისო საზოგადოების თვალში, ურყევი ლეგიტიმაცია მისი ტერიტორიული მთლიანობის გარანტიასთან დაკავშირებით. 35 წლის წინ ამ დღეს ქართველებმა, ოსებმა, აფხაზებმა და სხვა საქართველოში მცხოვრებმა ერებმა დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირეს, საქართველოს დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირეს ერთხმად, თითქმის ერთხმად. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ამ მოვლენების ქრონიკა, მაგრამ სანამ ამ ყველაფერს შემოგთავაზებდეთ, მანამდე მინდა გაჩვენოთ დღეს 35 წლის შემდეგ ამ დღესთან დაკავშირებით ჩვენი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის და ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის გამოხმაურება, რომელიც ხალხს უსვამენ და მნიშვნელოვან ფაქტად მოიხსენიებენ დღევანდელ რეფერენდუმს, მაგრამ ერთ სიტყვას არ ამბობენ ისინი საქართველოს პირველ და კანონიერ პრეზიდენტზე, ზვიად გამსახურდიაზე, რომელმაც ეს რეფერენდუმი იმ რთულ პირობებში ჩაატარა, ვინც იყო ამ ყველაფრის შემოქმედი და სიმბოლურად დღეს ასევე ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე არის 31 მარტი და თუნდაც ისტორიისთვის, თუნდაც ეტიკეტისთვის, თუნდაც მოვალეობისთვის ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაბედეს, რომ ზვიად გამსახურდიასთვის ან იმიერ ქვეყანაში მიელოცათ იუბილე, ან უბრალოდ მისი ღვაწლი ეხსენებიათ ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ეს თქვენ შეგიძლიათ იხილოთ მათი განცხადებები ამ საკითხთან დაკავშირებით. მარტივია ეს ყველაფერი, თუ ბატონი ყაველაშვილი ალბათ ფეხბურთის გორებით იყო დაკავებული და ნაკლებად აინტერესებდა მსგავსი რაღაცეები, სანამ ბიძინა ივანიშვილის ხელქვეითი გახდებოდა და შემდეგ პრეზიდენტი, ეს ვაჟბატონი მეორე, ბატონი კობახიძე, პოლიტიკური წარსულის მქონე მამის შვილი არის, თუმცა ვაი პოლიტიკური ფიგურის, პირდაპირ შეიძლება ითქვას მოღალატე კაცის შვილი არის, რომელსაც პირადი ზიზღი და პირადი მტრობა აკავშირებდა ზვიად გამსახურდიასთან და ეროვნულ ხელისუფლებასთან. ისტორიას ეს ყველაფერი ახსოვს და შეგიძლიათ იხილოთ თქვენ ეს ყველაფერი. ინტერნეტში მრავლადაა ამის შესახებ ინფორმაცია, თუ ვინ იყო ბატონი კობახიძის, ირაკლი კობახიძის მამა და რა დამოკიდებულება ჰქონდა მას ზვიად გამსახურდიასთან დაკავშირებით. ასევე მინდა ეს ბლოგი ნახონ ოსებმა და აფხაზებმაც, რომლებიც ბლომად არიან ჩემი ბლოგის მაყურებლები და როდესაც ისინი ამბობენ, რომ თურმე ეს რეფერენდუმი მათ ტერიტორიაზე არ ჩატარებულა, ამ ფოტო და ვიდეო მასალასაც მიაქციეთ ყურადღება, სადაც ნათლად ჩანს ყველაფერი, თუ როგორ იყვნენ წინააღმდეგი აფხაზური და ოსური სეპარატიზმის თვითონ ადგილობრივი მოსახლეობა და როგორ ღებულობდნენ ისინი მონაწილეობას ამ არჩევნებში. ბოლოში კიდე რაღაცის დამატება მინდა და ვინც ბოლომდე ნახავთ აი ამ ბლოგს, თუ შეიძლება ეპილოგის სახით ორ სიტყვას ვიტყვი. თბილისი 1991 წლის 28 მარტი. რუსთაველის გამზირზე მთავრობის სახლთან გაიმართა წინა სარეფერენდუმო მიტინგი. მიტინგზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ზვიად გამსახურდია.
ძვირფასო მეგობრებო, დღევანდელი მიტინგი გახლავთ, როგორც გამოვაცხადეთ, წინა საარჩევნო და წინა სარეფერენდუმო მიტინგი. ამავე დროს ამ მიტინგზე უნდა ვისაუბროთ უაღრესად აქტუალურ პრობლემაზე, რომელიც დგას დღეს და რომელთან დაკავშირებითაც დღეს მოსკოვში მიმდინარეობს რუსეთის ფედერაციის დეპუტატთა ყრილობა და იმართება მიტინგი. უნდა ითქვას, რომ გადამწყვეტი ჟამია მეგობრებო. ხდება იმპერიის ბედი და ეს ნიშნავს იმას, რომ ხდება საქართველოს ბედის მეგობრებო. შეეხურა საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას, ბატონმა ზვიადგამსახურდიამ აღნიშნა. მეგობრებო, კიდევ ერთხელ ვისურვებ მაღალ მოქალაქეობრივ დარაზმულობას ამ მომავალ რეფერენდუმში და არჩევნებში. დღევანდელი ჩვენი მიტინგი, მეგობრებო, ამავე დროს უნდა იყოს მხარდაჭერა რუსეთის დემოკრატიისა, მოსკოვის დემოკრატიული ძალებისა, რომლებიც იწყებენ გადამწყვეტ ბრძოლას იმპერიის წინააღმდეგ. 1991 წლის 31 მარტი. რესპუბლიკის მოსახლეობა დილიდანვე საარჩევნო უბნებისაკენ მიეშურება. სარეფერენდუმოდ გამოტანილია შეკითხვა. თანახმახარ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 маисის дамоукидებლობის აქტის საფუძველზე. Да, я была первая с освобождения Грузии. Ну, конечно, безусловно, только для освобождения Грузии. Что была свободная, и больше ничего. Я живу здесь очень давно, и я это как будто моя родина вторая. И не как будто, а и так и есть, родина вторая. Потом родина моего мужа, который я любила и уважала, и не сомневаюсь в этом, что это моя... Будете бороться, да, за освобождение Ну как, Грузии? где живет человек, так не должен бороться со своей... Как же, я уже живу здесь и 42-го года, немало времени, правда? Ну, Я думаю, что очень спокойно, конечно, хорошо. Это рано, может быть, потом, я не знаю, что какое положение есть Абхазия, Южная Осетия, но, может быть, там будет, я не знаю, но... не положительно. Но Думаю, что я думаю, что все хорошо, всё будет положительно. и большинство населения... ძნელია არ დაეთანხმოს საქართველოში მცხოვრები ესპანელების აზრს. რესპუბლიკის ყველა რეგიონში საარჩევნო უბნები მთელი დატვირთვით მუშაობდნენ. სოხუმი რეფერენდუმს წვიმიანი ამინდი დაემთხვა, მაგრამ ამან ვერ შეაფერხა მომრჩევლები. აფხაზეთში სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას ხარი დაუჭირა კენჭისყრის მონაწილეთა 97,73%-მა, რაც ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 59,94% შეადგენს. მთელ საქართველოში თითოეულად თუ შემოგრჩა ისეთი ამომრჩეველი, როგორიც ბატონი ვლადი კაკუტერია. მე ვარ დაბადებული სოხუმში, 900-ში. 918-ში მიეცი ხმა საქართველოს. საქართველოს თავისუფლებას. საქართველოს თავისუფლებას. იმზადებით რაგვარი მე ვარ ვლადი კაკუტერის სოფროს ძე. დაბადებული აქ სოხუმში. დღესაც ის მე მოესწარი რომ 91 წელს ვარ და კიდევ მეორეჯერ ვღაზდო ხმას საქართველოს. თავისუფალი საქართველოს. Я по национальности армянин, Погосян мигрант. Живу в селе Тависублева Сухумского района. Сегодня голосую я за свободную республику Грузии. У нас в этой селе Тависублева где-то 50% живут по национальности армяне. И сегодня из них большинство голосует за свободную Грузию. მუშაობის პროცესში იყო არასასიამოვნო ექსცესებიც. ზოგ საარჩევნო უბანს ელექტროდენი გამოუხდეს, მაგრამ რეფერენდუმის ჩატარებას ვერც ამან შეუშალა ხელი. ამ დღეს მთელს რესპუბლიკაში არნახული ერთწლოვანებას უთევდა. რეფერენდუმში აქტიური მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველებმა, ასევე საქართველოში მცხოვრებმა ყველა ეროვნების წარმომადგენლებმა.
ედვარდი თქვენ ცხოვრობთ საქართველოში დიდი ხანია? ხანი, დიახ. ხმარი ჩემი ქართველი იყო, ბერტა, აი, ლაბაძე. რას აძლევს თქვენ ხმას? დღეს? უნდა თავისუფლება. და დემოკრატია. ერთ-ერთ საარჩევნო უბანს რეფერენდუმში მონაწილეობის მისაღებად მეუღლესთან ერთად ეწვია საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ზვიად გამსახურდია. Я был в разных странах мира. И даже в Америке. Из Америки. Даже в Америке, да. И я знаю, как с большим интересом сейчас в Америке относятся к Грузии. Потому что Грузия, с точки зрения американцев, и Грузия и Прибалтика являются индикатором, как будет имперская политика реализовываться или как она не будет реализовываться. То есть, какое будет сопротивление имперской политики советской. Имперской политики. А вот как вы относитесь к лозунгу, допустим, да здравствует свободная Россия? Очень просто. За вашу и нашу свободу. Когда Ельцина не показывали ни в Москве, нигде, мы снимали в Москве межрегиональную группу, через Ленинград показывали туда. У нас аудитория 70 миллионов. Мы считаем, что мы в свое время... Вы поддерживаете лозунг, да здравствует свободная Россия, свободная Грузия. Свободная Прибалтика. Да. И мы считаем, что все нации должны сами определиться и заключить союз на основе экономических каких-то... Совершенно верно. Будем приезжать друг к другу в гости. ჩვენც მხარს უჭერთ რუსი კოლეგების კეთილსურვილებს. თვით გამორკვევა, დემოკრატია და თავისუფლება ყველა ერთს ჰაერივით ჭირდება. საქართველოში რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რიცხვის 90,79%-მა. კენჭისყრაში 90,57%-მა. სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხის დადებითად გადაწყვეტას მხარი დაუჭირა მონაწილეთა 99,8%-მა. ამ დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართველი ერი, საქართველოს მთელი მოსახლეობა მტკიცედ მიაბიჯებს დამოუკიდებლობისაკენ და 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა ამ ძნელ გზაზე. წლის 31 მარტის რეფერენდუმმა მთელი საქართველო მოიცვა. ქართული სახელმწიფოებრიობის ბედის გადაწყვეტაში მაშინ მონაწილეობა დღევანდელი ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებმაც მიიღეს. აფხაზეთში ქვეყნის სუვერენიტეტის აღდგენას მხარი 62%-მა დაუჭირა. რეფერენდუმში მონაწილეობის სურვილი მოსკოვში, ლენინგრადსა და ბაქოში მცხოვრებმა ქართველებმაც გამოთქვეს. როდესაც დაიწყო უკვე ეს რეფერენდუმზე კენჭისყრები, იყო საოცრად მაღალი აქტიურობა. საარჩევნო უბნებში მთელი დღის განმავლობაში დილის 8 საათიდან დაწყებული იდგა უზარმაზარი რიგები. იყო ოსური სოფლები, საიდანაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჩამოვიდა სოფლის კრებები, სოფლის მცხოვრებთა ხელმოწერებით, ფურცლები, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენასო. ძვირფასო მეგობრებო, ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოსახლეობამ
ღირს მყო დავიკავო ესოდენ მაღალი თანამდებობა პრეზიდენტისა, რაც მავალებს საჯაროდ წარმოვთქვა ფიცი. ფიცავ და საზეიმოდ ვაცხადებ ღვთისა და ერის წინაშე, რომ ერთგულად განვახორციელებ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას. ვიღვაწებ ჩემი ქვეყნის აღორძინებისა და გაძლიერებისათვის. დავიცავ მის დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. განუხრელად განვახორციელებ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასა და კანონებს. დავიცავ ადამიანის უფლებებს. ღმერთი იყოს ჩემი შემწე ყოველივე ამაში. აი მეგობრებო, აი ასე ხდება ისტორიის გაყალბება, ისტორიის წაშლა, მთავარი მოქმედი პირების ამოძირკვა და ამოშანთვა ამ ყველაფრიდან და მინდა ყველას შევახსენო ის, რომ ცხონებული ზვიად გამსახურდია, იმიტომ იქნა დამხობილი, რომ მან ფიცს, რომელსაც პრეზიდენტი დებს სამშობლოს და ერის წინაშე არ უღალატა და სამწუხაროდ უღალატა ძალიან ბევრმა მის ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა და უღალატა უამრავმა იმ ადამიანმა, რომელმაც თავის დროზე ხარდაჭერა გამოუცხადა მას. ამიტომ ის რაც ხდება დღესდღეობით საქართველოში, ეს არის დამსახურებული სასჯელი ერის მიმართ, რომელიც თავის ისტორიას ივიწყებს და თავის ისტორიულ გმირებს ივიწყებს და ხალხი, რომლებიც ყოველ ორ სიტყვაზე ახსენებენ და მადლობას უხდიან ბიძინას იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე მშვიდობაა და თურმე ქვეყანა გადაარჩინა და დემოკრატია არის ქვეყანაში. ამ ძვირფასი თარიღისთვის მთავარი გმირის ხსენებასაც ვერ ბედავენ. არა და მე კარგად მახსოვს ეს პერიოდი, ბავშვი ვიყავი, როდესაც რეფერენდუმი ტარდებოდა და მაშინ ჩვენი ოჯახიც რა თქმა უნდა ისე როგორც აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოს შვილების, საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე იყო, რისთვისაც იბრძოდნენ ჩემი მშობლები, წინაპრები და ეს სამახსოვრო ფოტო კედან არის დარჩენილი ზუსტად აი ამ დღეს ბებიამ წაგვიყვანა შვილიშვილები და ეს სამახსოვრო ფოტო გადაიღო, მაშინ ძალიან სიმბოლური არის ჩემი ოჯახისთვის ყოველ შემთხვევაში და ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი იმას, რომ ის დიდი სიხარული, რომელიც დიდი სიხარულიც და ეს დიდი იმედები, რომელიც მაშინ იყო 35 წლის შემდეგ, აი ასე იქნებოდა მინავლებული და აი ასე იქნებოდა მივიწყებული. მთავარი მოქმედი გმირები. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, აი ამის თქმა მინდოდა, ჩვენება მინდოდა, გახსენება მინდოდა იმ პერიოდის ქართველი და არაქართველი მოსახლეობის მხარდაჭერა და გვერდდგომა საქართველოს დამოუკიდებლობას. დრო ამაზე დავფიქრდეთ ქართველებო და ყველა საქართველოს შვილებო, რომ
რა დაგვემართა უკანასკნელი 35 წლის მანძილზე და რატო ვართ ამ დღეში.